ამ თუთებში 24-დან 25 აგვისტოს ღამეს რუსეთი რაკეტებით ესხმის დნეპრსა და კიევს და უკვე აშკარაა, რომ რუსეთი სამიზნედ ირჩევს სავაჭრო ცენტრებს. რატო ამბობ ამას? იმიტომ რომ დნეპრში რუსებმა სცადეს დაერქვათ სავაჭრო ცენტრ კარავანზე. იქ ახლა უბრალოდ კატასტროფაა. მანქანები იტვის, რადგან რაკეტა ავტოსადგომზე ჩამოვარდა. და ამავე დროს, სწორედ ამ თუთებში, როცა ამ გამოშვებას ვწერ, ხდება ცნობილი, რომ რუსებმა კიევში რაკეტები ჩამოაგდეს. კერძოდ სვიატოშინის რაიონში, სადაც ახლა იწვის ლავინა-ლავინომოლი. ახლოს ლავინა-ლავინომოლთან, ესეც სავაჭრო ცენტრია, უზარმაზარი სავაჭრო ცენტრია უკრაინის დედაქალაქში. გარდა ამისა, დღესვე რუსებმა ერთდროულად ოდესაში ორ სავაჭრო ცენტრს ეპიცენტრს დაარტყეს. და ზოგადად ბოლო დღეებში უკვე ვხედავთ, რომ რუსები მართლაც ღიად უტევენ სავაჭრო ცენტრებზე. გუშინ კრივოი როგშიც დაარტყეს სავაჭრო ცენტრს. ანუ იმ ცენტრებზე, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობის დიდი რაოდენობაა თავმოყრილი. და აშკარაა, რომ ეს არის მცდელობა მაქსიმალურად დააშინონ უკრაინელები. იმისთვის, რომ უკრაინელებმა დაიწყონ ზეწოლა უკრაინის ხელისუფლებაზე კაპიტულაციის ან იმ პირობებზე დათანხმების მიზნით, რასაც გიჟი ვლადიმირ პუტინი აყენებს. მაგალითად, ახლა გადავდივართ ბოლო ამბების განხილვაზე, რაც შეეხება რუსების მორიგ ღამის თავდასხმას უკრაინაზე. აღნიშნავ, რომ ახლა კიევის დროით ღამის პირველის ნახევარია და სამწუხაროდ ვფიქრობ, რომ დილამდე ეს თავდასხმები გაძლიერდება. მაგრამ რაც ამ დროისთვის ცნობილია, ეს არის დარტყმები დნეპრზე, ოდესაზე და კიევზე და ყველგან რუსები ურტყამენ სავაჭრო ცენტრებს. მაგრამ სანამ გადავიდოდეთ, მინდა ერთ ძალიან მნიშვნელოვან დეტალზე გავამახვილო ყურადღება. ომის შესწავლის ინსტიტუტმა დათვალა, რომ რუსეთის არმიამ კვლავ მიიღო საბოლოო ვადა დონბასის სრულად დაპყრობისთვის. ამჯერად უკვე პუტინი ამბობს, რომ წლის ბოლომდე. თუმცა, რუსეთის მასშტაბური შეჭრის დაწყებიდან უკრაინაში 2022 წელს რუსეთმა ვლადიმირ პუტინის 15-დან არც ერთი წინასწარი ბრძანება არ შეასრულა. ანუ ვლადიმირ პუტინმა უკვე 15 ჯერ დაადაწესა საბოლოო ვადა დონბასის სრულად დაპყრობისთვის და ყოველ ჯერზე ეს ვადები ჩაუვარდა. ჩემი სახელია ალექსეი პეჩი, მოდით გადავხედოთ ბოლოს სიახლეებს უკრაინაზე. რუსეთის ბარბაროსული თავდასხმების შესახებ, რომლებიც ამ წუთებში მიმდინარეობს, განვიხილოთ რა ხდება და ვცადოთ გავაანალიზოთ, რატო დგამენ რუსები სწორედ ასეთ ნაბიჯებს. მოდით ყველაფერს თანმიმდევრულად მივყვეთ. დავიწყებ ბოლო სიახლეებით. ამ წუთებში სწორედ კიევის დროით 24-დან 25 აგვისტოს ღამით პირველის ნახევარზე რუსეთი ბანდეროლის რაკეტებით უტევს უკრაინის დედაქალაქს. კერძოდ ცნობილია, რომ ბანდეროლის რაკეტა მოხვდა მრავალსართულიან კორპუსს კიევის კოლოსეევსკის რაიონში. და ასევე დარტყმა მოხდა სავაჭრო ცენტრი ლავინა-მოლის მახლობლად. სვიატოშინა ვინც იცის, კიეველები, ან ისინი ვინც ყოფილან უკრაინის დედაქალაქში. იციან, რომ ეს საკმაოდ დიდი, უზარმაზარი, შეიძლება ითქვას სავაჭრო ცენტრია. ეს საკმაოდ დიდი ტერიტორია, სადაც მდებარეობს არა მხოლოდ ლავინა-მოლი, არამედ ეპიცენტრიც. სავაჭრო ცენტრი, ეპიცენტრი, რომელიც ძირითადად სამშენებლო მასალებით, საყოფაცხოვრებო ნივთებით და სხვა მსგავსი პროდუქტებით ვაჭრობს. და აქ ეპიცენტრის შემთხვევით არ არის ნახსენები, იმიტომ რომ რუსები, როგორც ჩანს, მიზანში იღებენ, ისინი როგორც ჩანს, ცდილობენ გაიმეორონ უკრაინული შეტევები და ისინი მიზანში იღებენ ეპიცენტრის სავაჭრო ცენტრებს. რატომ? იმიტომ რომ დღესვე, ანუ 24 აგვისტოს ოდესაში რუსეთის შეტევის შემდეგ ერთდროულად ორი სავაჭრო ცენტრი ეპიცენტრი იწოდა და სამწუხაროდ იყვნენ დაშავებულები. კერძოდ 24 აგვისტოს დილით რუსმა ოკუპანტებმა მასიურად შეუტიეს ოდესის რეგიონს. ოდესაში მძვინვარებს ხანძარი ორ სამშენებლო ჰიპერმარკეტ ეპიცენტრში და ცნობილია მინიმუმ 5 დაშავებულის შესახებ. კერძოდ ამის შესახებ განაცხადა ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ კიპერმა და კომპანია ეპიცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა იულია ჩუდნოვეცმა. ეხლა კი მის ციტატას მოვყვან. ოდესის ოლქი კვლავ მტრის მასიურ სარაკეტო და დრონულ იერიშს დაექვემდებარა. მთავარი დათმა მიაკენეს სასურსათო საწყობებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. ასევე დაზიანდა კერძო სახლები და გაჩნდა ხანძრები. გარდა ამისა, ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დაამატა, რომ დაზარალებულთა შესახებ საბედნიეროდ ძალიან ბევრი ინფორმაცია არ შემოსულა, თუმცა დაზარალებულები არიან.
კომპანია ეპიცენტრი საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ოკუპანტებმა ერთდროულად ოდესაში 2 ჰიპერმარკეტს დაარტყეს. როგორც მან განაცხადა, ოდესაში 2 ეპიცენტრში გვაქვს მოხვედრა. ხანძრის ჩაქრობა გრძელდება. ინფორმაცია შედეგებისა და შესაძლო დაზარალებულების შესახებ ჯერ ზუსტდება. ეს იყო ინფორმაცია დღის მდგომარეობით. ასევე ცნობილია, რომ ხანძარი გაჩნდა ჰიპერმარკეტში, კოტოვსკის დასახლებაში. ეს არის ქალაქის პერესიპის რაიონი. და ჰიპერმარკეტი ლეგენდარულ მე-7 კილომეტრზე. ეს არის ხაჯიბეის რაიონი. მოგვიანებით კიპერმა დაამატა, რომ დარტყმების შედეგად საბოლოოდ 5 ადამიანი დაშავდა, მათგან 3 საშუალო სიმძიმის მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. გაბჯელება იქნება. ანუ, რა გვაქვს? 24 აგვისტოს დილით რუსებმა დაარტყეს ეპიცენტრს. ამის შემდეგ დღის ბოლოს კიევის დროით დაახლოებით 23 საათსა და 30 წუთზე დნეპრში აფეთქებების ხმა ისმოდა. ამას ადგილობრივი ხელისუფლება იუწყებოდა. მანამდე მონიტორინგის არხები ავთხილებდნენ, რომ ქალაქისკენ მოძრაობდა მინიმუმ 2 რუსული რაკეტა დრონი ტიპის ბანდეროლი. აი ასე. ადგილობრივი არხები იუწყებიან, რომ რუსებმა დაარტყეს, ან მინიმუმ ზუსტად მიზანში ამოიღეს სავაჭრო ცენტრი კარავანი. თუმცა დარტყმა მოხდა ამ შენობის გვერდით მდებარე სადგომის ტერიტორიას, რის შედეგადაც, როგორც იუთვებიან, ავტომობილები დაიცვა. სავაჭრო ცენტრი ნაწილობრივ დაზიანებულია, თუმცა სერიოზული ნგრევის ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. მაგრამ ამ თავდასხმის ადგილიდან გადაღებული კადრები აჩვენებს, რომ იქ მართლაც დიდი ხანძარი მძვინვარებს. ცხადია იწვის ავტომობილები, რომლებიც ამ სადგომზე იდგა. და თუ გავითვალისწინებთ, სადაც ახლა რუსები ესვიან, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ რუსებს სურთ დაარტყან საკვებ პროდუქტებს, მაღაზიებს, დიდ სავაჭრო ქსელებს, რათა უკრაინაში იცით დაიწყოს საკვების კრიზისი. რომ დიდმა სავაჭრო ქსელებმა არ იმუშაონ, რომ ეს გამოიწვიოს პანიკა. იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ისინი მაღაზიებს ესვრიან, დღესვე 24 აგვისტოს. რუსული დრონების თავდასხმის შედეგად ხერსონში გაჩნდა ხანძარი უკრაინის წითელი ჯვრის საწყობზე. რუსებმა შესანიშნავად იცოდნენ, რომ ეს წითელი ჯვარი, რომლის ტერიტორიაზეც ჰუმანიტარული დახმარება ინახებოდა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. და ცნობილია, რომ დაიცვა თითქმის 28 მილიონი გრივნის ღირებულების ქონება. შეწყობინებულია, რომ დაზიანდა და განადგურდა საწყობში შენახული ჰუმანიტარული მარაგები. კერძოდ, წითელმა ჯვარმაც უკვე დაასახელა ისინი. ეს არის აღჭურვილობა და მასალების შემოდგომა ზამთრის პერიოდისთვის მოსამზადებლად. ანუ მათ შესანიშნავად იცოდნენ, რას დაარტყეს იქ, რათა ხერსონის ცხოვრებლებს არ ქონოდათ შესაძლებლობა მომზადებულიყვნენ რთული ზამთრისთვის. მარაგები საოპერატიო რეაგირებისთვის დაბომბების შედეგებზე. ეს არის მასალები დროებითი გადახითი გადახურვისთვის დაზიანებული სახლებისთვის. სამედიცინო მასალები, საბნები, ჰიგიენური ნაკრებები, წყლითა და ელექტროენერგიით უზრუნველყოფის აღჭურვილობა და სხვა ჰუმანიტარული დახმარება. საერთოდ რუსები ზუსტად აცნობიერებდნენ, სად ურთხავდნენ. და აშკარაა, რომ ისინი გააგრძელებენ დარტყმას სწორედ ისეთ ობიექტებზე, რომლებზეც დამოკიდებულია უკრაინელების სასიცოცხლო უზრუნველყოფა.
ამ წუთებშიც კი ვიგებთ, რომ რუსებმა ზაპოროჟიეში ღამით მრავალსართულიანი სახლი დაბომბეს. ამასაც ადგილობრივი არხები იუწყებიან. და სამწუხაროდ იქაც საკმაოდ დიდი ხანძარი დაიწყო. ამ დროისთვის კი უკვე გამოცხადდა საჰაერო განგაშის დასრულება უკრაინის დედაქალაქში. მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეხლა ჯერ მხოლოდ ღამის პირველი საათის ნახევარია. და რაღაცამ კარნახობს, რომ სამწუხაროდ რუსები გააგრძელებენ დარტყმებს უკრაინაზე ამ ღამით. აშკარად ისინი კვლავ ცდილობენ ინფრასტრუქტურის განადგურებას. ამასთან დაკავშირებით მინდა ბოლოს მოგაწოდოთ საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია, შეიძლება ითქვას საინტერესოა. რატომ ვამბობ, რომ პუტინი ცდილობს შიმშილით მოკლას უკრაინელები? სპეციალურად ურტყამს მაღაზიებსა და სასურსათო საწყობებს. აი ერთ-ერთ წინა გამოშვებაში გაჩვენეთ მაგალითად, როცა რუსებმა უზარმაზარ სასურსათო საწყობებზე მიიტანეს დარტყმა. იქ იყო უზარმაზარი საწყობი, დიდი ანგარი, რომლის ტერიტორიაზეც ინახებოდა საზამთროები. და რუსებმა იქ რაკეტით დაარტყეს. მიუხედავად იმისა, რომ შვენივრად იცოდნენ, ეს იყო სასურსათო საწყობები, სუპერმარკეტებისთვის განკუთვნილი პროდუქტები. აი, რა მინდოდა ბოლოს დამატება, ომის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაცია, პუტინი აშკარად გაბრაზებულია, რადგან მისი ომი ისე არ მიდის, როგორც სურს. მისი ყველა გეგმა უკრაინის დაპყრობის შესახებ ჩავარდა. და აი, ომის კვლევის ინსტიტუტი გახსენებს, რომ 23 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის დიქტატორმა ვლადიმირ პუტინმა ცოტა ხნის წინ გასცა ბრძანება რუსეთის სამხედროებს, რომ დონეცკის ოლქის დაპყრობა დაასრულონ 2026 წლის 31 დეკემბრამდე. როგორც ზელენსკი ამტკიცებს, რუსეთის ხელმძღვანელობის მთავარი ოპერატიული მიზნებიდან კონსტანტინოვკა, სლავიანსკი და კრამატორსკი რჩება. ყველა ეს სამი ქალაქი უკრაინის გამაგრებულ თავდაცვით ხაზში შედის. ეს არის ერთგვარი უსაფრთხოების სარტყელი. თუმცა ომის კვლევის ინსტიტუტის ანალიტიკოსების მონაცემებით, ეს პუტინის მიერ დადგენილი პირველი ვადა არ არის. საერთო ჯამში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რუსმა დიქტატორმა 15 ჯერ დაასახელა ცალკეული ვადები. მთელი დონეცკის ოლქის დასაკავებლად. როგორც მივხვდით, რუსეთის არმიამ არც ერთი ეს ვადა არ შეასრულა. ამჟამად რუსეთი აკონტროლებს დაახლოებით 21,000 კვადრატულ კილომეტრს. ანუ დაახლოებით ნაკლებს, ვიდრე დონეცკის ოლქის 80%. ლუგანსკის ოლქში რუსეთის ჯარების კონტროლის ქვეშაა 26,500 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია. ეს, თუ ზუსტად ვიტყვით, ლუგანსკის ოლქის ტერიტორიის 99,77%-ია. ასევე ომის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, კრემლის მიერ დადგენილი ვადები რეალურ სიტუაციას ბრძოლის ველზე არ შეესაბამება. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რუსული ჯარები ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეძლებენ მთელი დონბასის დაკავებას 2026 წლის ბოლომდე. თუ საერთოდ მიაღწევენ ამ მიზანს. რატომ ამბობენ ასე? იმიტომ რომ აქვე მოხავთ სხვა სტატისტიკა. 2026 წლისთვის. საერთო ჯამში რუსებმა მოახერხეს და ოკუპირეს დაახლოებით 990 კვადრატული კილომეტრი უკრაინული ტერიტორია. მაშინ როცა უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაათავისუფლეს დაახლოებით 820 კვადრატული კილომეტრი, ანუ თუ ამ მათემატიკას შევკრებ, გამოდის რომ ერთ წელიწადში მათ დაიკავეს 170 კვადრატული კილომეტრი. და აშკარაა, რომ წლის ბოლომდე სიტუაცია შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს. ანუ რუსებს პრაქტიკულად არ აქვთ წინსვლა, როგორც არ უნდა ყვებოდეს პუტინი წარმატებებზე. ზუსტად ამიტომ ის ბეზდება, ის ურტყამს სასურსათო მარაგებს, ცდილობს უკრაინელები დატოვოს უშუქოდ, უთბობოდ, ახლა კიდე უჩმელადაც, რათა უკრაინამ საბოლოოდ დანებდეს. ეს ნამდვილი მშიშარა. ეს მშიშარა, ეს ლაჩარია, ეს პეტერბურგელი გოპნიკია, რომელსაც ალბათ ბავშვობაში ძალიან სასტიკად ამცირებდნენ. ის ნაწყენია და როცა არაფერი გამოსდის, 15 ჯერ დააწესა დედლაინი დონეცკის ოლქის დაპყრობაზე. 15 ჯერ არაფერი გამოუვიდა. დარწმუნებული ვარ, ის ზის, პატარა ფეხებს იატაკზე აბაკუნებს და ამბობს: დამიფყარი დონბასი. და დონბასი არ იფყრობა, ამიტომაც ნერვიულობს და იწყებს სუპერმარკეტებზე დარტყმას. ფაქტობრივად სავაჭრო ცენტრებზე, სადაც აშკარად სამხედრო ობიექტები ახლოსაც კი არ არის. ანუ ნახეთ, დღეს რამდენიმე მაგალითი მოგიყვანეთ, თუ როგორ ურტყამდნენ ისინი ბოლო 24 საათის განმავლობაში მიზან მიმართულად ურტყამდნენ კონკრეტულად სავაჭრო ცენტრებზე. და ბოლოს რაც მინდა აღნიშნო, უკვე რომელი საათია? უკვე საათია, ბოდიშით, საათია თითქმის ღამის 1 საათია. და ამ წუთებში რუსეთიდან აფრინდა 32 ჯგუფი რეაქტიული შაჰედის. ამიტომ აშკარაა, რომ თავდასხმები გაგრძელდება. ამიტომ აქ წერტილებს დავაყენებ თქვენი აზრი,
თქვენი დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. ხვალ უკვე შევხვდებით, განვიხილავთ ბოლო სიახლეებს. ეხლა გემშვიდობებით, იზრუნეთ საკუთარ თავზე, არასოდეს დაიგნოროთ საჰაერო განგაშის სიგნალები, როგორც კი განგაში გაისმის, უმჯობესია თავში საფარში ჩახვიდეთ და საკუთარ თავს გაუხთხილდეთ. ამიტომ იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველაფერი კარგად იქნება, დიდება უკრაინას, შევხვდებით.